დაჯერედი, გახმოვანებული აჯარანი თქომის მიერ. არ წავაგეთ. ჩვენ არ დავნებდებით. არ დავნებდებით. Arasi. Alisma. Tsare xan tsare. Basridan asavit. ნახევრად ბასრიდანა. Gartsmoneb, საკუთარ თავს აზარალებს, სხვებს კი არა. ცოტა დამთმობი უნდა იყო ის გარები სამუდამოდ არ მოხურო. ის გარები სამუდამოდ მაშინ დაიხურა, როცა გარეთ გაგვიყვეს საცხოვრებლად. კედლები ზანზარებდა ისე დაიხურა გარები. გინები დაიხურა ის გარები. ნივთების გარეშე დავრჩით. ნივთების გარეშე დაიხურა ისე დავრჩით. ხმას არა უწეო. შენ ეს ყველაფერი იცოდი და მაინც გააგზავნე მანდარა? ღმერთს გეფიცები არ გამიგზავნია არა, საიდან მოიტანა შულო. მამა შენმა დაურაკა, მოდი ვისაუბროთო, მანაც ფულს ავიღებო მითხრა და წავიდა. ვიღაცა ყველაფერს ძალიან მალე ვიწყებს. არ უნდა დავივიწყო? არაფერიც არ დამვიწყებია. ალისაც არ დაოვიწყია. ნუ ღელა. შენ რომ არ შეგეხოს, ამიტომ ახტა და წავიდა. მე უნდა მკითხოს, მე გაიგე? ადამიანად უნდა ჩამაგდოს. გეფიცები ამ სახლიდან წავალ. შენ მერე ნახე. თქვენც გაიგეთ, ზევით რაღაც ხდება. ნუ მე მუქრები, წავალ. ვერ სადაც ვერ წახვალ. თუ კი რასაც ვამბობ არავის არ ანაყვლებს, დავდგები და წავალ აქედან. თვალებში მაინც არ შეგეშხირები. მე ის რაც გააკეთებს, მამას კალთაში ჩაჯდება თუ დედინაც ოლს ჩაეხუდება. რაც უნდა ის გააკეთოს. არა, ღმერთს გაფიცებ, ასე ნუ ლაპარაკობ. მეც წნევა მამიწია. მამა შენზე განრისხებულმა მეც გული მატკინე. მოდი შევიდეთ. მე სელიმაბისთან უნდა წავიდე ოფისში, როგორ ხარ საფარი? კიდევაც წახვალ. ჯერ ამ სიმღერის ამბავზე მოყევი. ეთილი იყო შენი მოსვლა. და მე შენ რამდენჯერ გითხარი, ამ ადამიანთან დაკავშირებით ძალიან მგრძნობიარე ვარ. იცი ეს? იცი რომ ჩხუბს დავიწყებ? იცი და რატომ გაგზავნე ის? გააგზავნე, არ მომისმინე. ალი წავიდა სადმე? ნეტავა მის გამოჩხუბობენ? ძალიან სირცხვილია. ნუ უსმენ. თითქოს ამ სახლში არიან, რა ვქნა? ყურებზე ხელი მივიდო? ზაფარი ჩუმად. რა ვქნა? იმასაკიდან უკვე გამოხვედით, რომ ხელი დაგიჭიროთ და არ გაგიშვათ. ისიც თავის მამასთან ანგარიშის დამოუკიდებლად დახურვის ასაკშია. მუდამ შენი გადაწყვეტილების მიხედვით ვერ იცხოვრებს. უნდა იცხოვროს და იცხოვრებს, გამიგე? სანამ ფეხზე მყარად არ იდგება, რასაც ვიტყვი ისე იქნება. ნუ ყვირი. ნუ მაყვირებ მაშინ. მაყევირე. შენ დაურეკე პროდიუსერებს თუ მანდაგირეკეს. მერენ. იამანმა მანქანის საყიდლად თავისი სიმღერა გაყიდა. შენი სიმღერა ამდენი ღირდა? ეტყობა ღირდა, რადგან მანქანა გარეთ დგას ბერენ. შვიდობიანი და წარმატებული იყოს. საფარი გაჩუნდე. ძალიან ამხელდი. მართლა ვერ ვიჯერებ. რა მიზეზიც არ უნდა იყოს ალის იმ ადამიანის სახლში მისვლა არ მინდა.
ხვალ თუ არა ზეგ უფრო გათამამდება და გარზე დაგვიდგება. ნახავ არ იქნება როგორც მაშინ. ამჯერად ხვირპირს გავუერთიანებ. მოისმინე ჩაწერეს კიდევ შენი მიყიდეო. ასე მითხრეს. ალი მოვიდა? ალი მოვიდა? არას ღმერთს გაფიცებ არ შეეხო შენ ძმას. ჯერ მოусმინოთ. კარგი. ალი. არას მოდი აქ. ალი. იქნები ნანა. სემს თავის ძმას გეფიცებით. ალი. გაჩუმდი მეთქი გითხარი. დათხარ ბიჭო შენ. რა მოხდა რო? ბიჭო ისე ნუ იქცევი თითქოს არ იცოდე რა მოხდა. იცი რა ხდება? შედი შიგნით. ისევ მასთან წახვედი არა? შედი. ნუ ყვირი მთელ კორპუსში. ვერევი. კი, მამასთან წავედი. კიდევ ამას იზახი არა, კიდევ მამას ახსენებ. ის თავის სასაგზელებს რატომ დაგიბარა? ისევ ზედმეტი გადაკრა არა? არას. ღმერთო მან რა ხდება? ჩვენი მშობლების ჭხობი გამახსენდა. იამან იქნებ რა მევქნათ. არა, იქ ვერ შევალთ. კარგი, შენ შიგნით შედი, შენ აქ იდაქი. იმათხოვე იმ გაცან არა? პოლის სათხოვნილად წახვედი. მე მათხოვარი არ ვარ ძმაო, ის პოლი ჩვენი კუთვნილებაა. შილო რამდენჯერ უნდა გითხრა, იმ პულზე უფლება აღარ დაგჭა. იმისგან ასაღები არაფერი დაგჭა, რამდენჯერ უნდა გითხრა, ის კაცი მამა ჩვენი აღარ არის, მამა ჩვენი არ არის, გაიგე? გეყოფათ. ის რა თებს თმის თავზე ტეხს? იამანასი არ შეიძლება, ავიდეთ ზევით რა მევქნათ, გთხოვ. ძაღლსაც კი შეეშინა, არაფერი ხდება სიყვარულო. არაფერი. მოდი ზღვაზე წავიდეთ, გავისეირნოთ. იამანი მიჩვეულია ასე ცხოვრებას უკვე აღარ აწუხებს ესეთი რაღაცები. მიდი, იქნებ დამშვიდდე. ჩვენ გაგვიკეთა ეს თუ ამათ? ნახე, ახლა მე შენ რას გიზამ? რასაკეთებ დაუწია? შენ რა? შენ იყეფე, ჩემო გოგო, იყეფე. მიდი აბა. Hadi safariyi de alalım dışarı çıkalım. მოდით, საფარით წავიყვანოთ, გარეთ გავიდეთ. ძალიან გთხოვ არ წახვიდე, საით მიდიხარ? მოწყობილი სანახაობისთვის ბოდიშ გიხდით. მაგრამ კორპუსშიც გავრცელდა. 4 კედელს შორის არაფერი არ დარჩება. დროთა განმავლობაში მეიჩვევით. მომკლავენ ესენი მე. მობრძანდით. მერენ წყალი მოუტანე. სანამ არ იჭხუბებდა ისი არ დამშვიდდებოდა. ღრმად ისუნთქეთ, დამშვიდით. გასაღებით ზევი დამავიწყდა. ალიც თუ გავაგარეთ დავრჩებით. კარგი. ბერენი ახლავე მოგიტანთ. მიდი ბერენ, ჩქარა. როცა ეს ბიჭი მოდის ყოველ დღე ასეა. დედა შენ მაინება. გასაღებს ავიღებ მე. ჩვენ სახლშიც იყო მსგავსი კამათი. ანუ ყველა სახლში ხდება ასე. ალბათ. არასი პატარა იყო, როცა გერმანიაში წავიდნენ. სამსახური იპოვეს, დარჩნენ. მერე ალი გაჩნდა. რამდენიმე წლის შემდეგ ჩემ ადამ ვერ ვუძლებო განაცხადა. განქორწინდნენ. საერთოდ მათი მამა ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ როცა სვავს სულ სხვა ადამიანად იქცევა ხოლმე. მერე ორივემ სხვადასხვა ადამიანთან იქორწინა. ჩემი დისკმარმა ბავშვები არინება. იმავე წელს მათმა მამამ თურქეთში დაბრუნება გადაწყვეტა. ბავშვებს ხელი მოკიდა და ჩამოვიდა. მერე ერთ დღეს დათვრა. ალის ცემა გადაწყვეტა. არასიც რა თქმა უნდა წყობიდან გამოვიდა. თავისი ძმა დაიცვა. მამამის ძლივს გამოსტაცეს ხელიდან. იმ დღიდან მოყოლებული ჩემს სახლში არიან. უკვე 6 წელია. გავაღო კარები.
შემოვიდეს. არა გაჩერდი ჯერ. შემდეგ ერთი სახლი გაიყიდა. კარგახანია ჩვენებისთვის უთქვამს თქვენც მოგცემთ ფულსო. მაგრამ წლები ატყუებს ბავშვებს. არასი ბრაზდება. საფარი? მე ძალოგარეთ გავიყვან. ბერენ თასმევარს. ბერენ, საკალო მომეცი. ეს სულ ჩვენ გვისმენს, სულ? ყურს გვიგდებს გვისმენს? ღმერთო. თასმევარს. მომეცი. ნეტავარასიც რომ ნახო. ცხვარივით აცოც და ალბათ აღმართზე, რომელიც ქუჩის უკანა მხარესაა. ალბათ მთელ ხმაზე ყვირის. ღმერთმა დაიფაროს ერთ დღეს რამე სისულელეს ჩაიდენს თქომეშინია. თავში სულ წასვლა უტრიალებს. ოღონდ ზევით მყოფის მდგომარეობაც მთლად კარგად არაა. გვერდით მყოფ საჭიროებს. მართალს ამბობ, მეწავა. ბოდიში ბავშვებო, ყოველთვის ასე არ ხდება. როცა ხდება კიდევ, ასე ვირევით. თითქოს ტანკმა გადამიარა, ყველაფერი მდგივა. ტანკმა უფრო ჩვენ სახლს გადაუარა, თითქოს. ეს რა არის? ალი მართლა ძალიან დამწუხრებული იყო. მე საიდან უნდა ვიცოდე საყვარელო. მალევე რომ ადგეს, იმიტომ მოთხარი. ჩვენს ყურადღებას ნუიჩენ მისდამი. მერე დაგვიკაკუნებენ კარებზე და ჩვენ სახლში დაიწყებენ ჩხუბს. ასეთი უსურთხილოები არიან. ვისაც ცხოველები არ უყვარს, ადამიანებსაც ვერ შეიყვარებს. ესე იგი მეზობლებო გესმით? ბერენ. დაიგო, ამათ ხმაური ესმით. მე უკვე ვისწავლე ამათი ენა. ამათან არაა მიღებული პირისპირ საუბარი, ნორმალური. საფარი დღეს სახლიდან მიდის. სანამ მანქანა არის ავიღოთ და წავიყვანოთ. რა? კი, ჩემო სიცოცხლე. მარტო შენ რომ გინდა სახლში ვერ ჩაიკეტება. ალტიკონებთან უფრო ბედნიერია. შენ სულ არასეინებს, სულ სახლშია. რამდენიმე დღეში მიეჩვევა, გთხოვ, დაიკო დარჩეს. არა, ნუ მეწინააღმდეგები ბერენ, გთხოვ. ჯერ ნორმალურად ჩვენ ვერ გადმოვსულართ. ჯერ მივალაგმოვალაგოთ ამინდებიც გამოვიდეს, მერე ისევ წამოვიყვანთ. კარგი, მაშინ საფარი წავიდეს და ძველი ცხოვრებიდან არაფერი დაგჭეს, კარგი? კარგი, ახლა რა? სელინ. ვინ არის სახლში? ქალბატონი სუდე სახლშია? კარგი დაო რა. საფარის თქვენთან დავტოვებთ. არა, მის მოსვლამდე დავტოვებთ. კარგი, მადლობა. ბავშვი 100-დან 99.9%-ით 100 შეკისგანა. გითხარი. ეტყოებმე. ამ სასიხარულო ამბავი შეტყობინება მამა შენისთვის ხომ არ გინდა? ყველაფერი შენ მოაწყე არა? ეს ქაღალდი იყიდე არა? მთელ შენ სიცრუეს გამოვამჟღავნებ. ემობძანდით, ექიმი მალე მოვა. კარგი ველოდებით. ალო, გამარჯობა გილეს. საყვარელო.
კაბის მოზომვაზე იძულებული ვარ უარი გითხრა. კი სიხარულო სამწუხაროდ. ზომები ჩაიწერა შენ, რადგანაც უკვე ყოველთვე შეიძლება. კი. ორსულად ვარ. კი, მაგარი ამბავია. რადგანაც ჩემი სტილისტი ხარ, მომინდა პირველი შენ გაგეგო. შენგან არ გაჟონავს, რომ ვიცი, იმიტომ გეუბნები. კი. რა თქმა უნდა, დაგეგმილი იყო. ასიმიც ძალიან ბედნიერია. სიხარულო. დიდი მადლობა გილის. დიდი მადლობა. გაკოცე. კარგი შეხვედრამდე, კარგად. სოდეკაი ორსულადა. რა? ხუმრობა. შედეგი ისეთი არ გამოვიდა თქვენ რომ გინდოდათ. წოხარ. თქვენი დახმარება მჭირდება. ეს შეუძლებელია. ისედაც თუ სასამართლოში გამოიტანთ ამ ქაღალდს ძალა არ ექნება. მე დრო მესაჭიროება. გთხოვთ. მომეცით ქაღალდი, რომელიც მჭირდება. გთხოვთ. გთხოვთ. ქალბატონო სოდე ქაღალდი, რომელსაც მოგცემთ, არავითარი ძალა არ ექნება. რამდენიმე დღე გამიტანოს. მეყოფა. ქალბატონო შუქრო. ზედებს ვერ ვეხმიანები. მე ახლავე შევეცდები შევეხმიანო ბატონო. იამან მეიცის რომ აქ ვიქნებით. კი, მე ვუთხარი. იცის. ესე იგი ნარლიჩეს მესხარეს ეს არის. რეიდამ გამოგაგზავნა? მოდი. მეც ესე ვარ, როცა გაბრაზებული ვარ. ჩემთან ახლოს რკინიგზაა. მან მივდივარ ხოლმე. ისიც ჩემი მხარეა. თითქოს მარტო მატარებლის ხმა შეეძლო გაეჩუმებინა ჩემი ხვები ჩემს ტვინში. ესე იგი ერთმანეთს ვგავართ. ამას ის ამბობს, ვინც ცოტა ხნის წინ შეყვარებულს მანქანა აჩუქა. აგარია. არ მიჩუქებია და უბრუნა. რა? ძელი ამბავია. იამანი ვარ. არასი. ისე დღეს გაგიცენი არასდროს დამავიწყდება. ზეიდა შენი შენს გამოგზავნოს. თუ გინდა მესიჯი გაუგზავნე. ის გიждდება ნერვიულობაზე. საქმეც ამაშია. ედღობათ ყვილად არ ვითქვამს რომ ერთმანეთს ვგავართ. ზეიდა შენმა ცოტა კი მოგვიყვა, მაგრამ ჩვენც მამა ჩემის გამო ბევრი რამე გადავიტანეთ. დედა ჩემი ძმა საერთოდ თუ გისურვია მისი სიკვდილი. ძალიან თუ გძულდაოდეს მე. მე ასე ვარ. მამა ჩემი გარდაიცვალა. ემიძლია ვთქვა რომ თავი დაიღუპა. ესე იგი ჩვენი დროა.
ასე ნუ იტყვი. ცხოვრებაში ყველაფერი მოგვარებადია, თუ ვერ აგვარებ, დრო მიეცი. წესი ასეთი. მე არავითარი პრობლემა არ მაქვს. მე ყველაფერი მოვგვარე. იმაზე ბრაზდები, რომ ალი ჯერ კიდევ რაღაცას ელოდება მისგან. შეიძლება არაფერი არ უნდა ვთქვა და არც უნდა ჩავერიო, მაგრამ თუ ჯერ კიდევ ბრაზდები, ესე იგი შენს გაქვს რაღაცის მოლოდინი. მამა შენი სინანული გინდა. გინდა რომ იტანჯებოდეს. რომ ენატრებოდე. უშენობას გძნობდეს. ჯერ კიდევ თუ ბრაზდები, იმედი არ დაგიკარგავს. მეც ასე ვიყავი. კარგი მამა არასდროს ყოფილა. რაზე ვიოცნებო? რისი იმედი უნდა მქონდეს? რას ვიზამთ? რაც არ უნდა მოხდეს, ალი არ უნდა გავაწვალო. მართალია. სწორი ასეა. გავუშვი, ყველა თავისი გამოცდილებით ცხოვრობს. უნდა ვაღიაროთ სურათი როგორც დავიდან იყო, ისეთი ბნელი აღარ არის. რა თქმა უნდა, სირთულეები მაინც არსებობს, მაგრამ დაახლოებით 6 თვეში ფეხზე დაგაყენებთ. მართლა? ეხ, მაგრამ კურნალობის დროს მონდომებული უნდა იყოს, ბევრი უნდა იმუშაოს და არ დანებდეს. ეგ იმაღონდაც იმედი არის, რომ მითხარით, მე ბევრს ვიმუშავებ. ყველაფერს გავაკეთებ. ოჯახ, აი ესეთი მტკიცე იყავი ყოველთვის. დიდი მადლობა, ეკიმო. ჩვენი იმედი გახდით, მართლა დიდი მადლობა. რას ამბობთ? სელიმს გადავხადეთ, მადლობა. პროგრამა გაწერილია. მისი ხათრი რომ არა, ამ კვირაში ჩვენი შეხვედრა შეუძლებელი იქნებოდა. ღმერთი მისი მფარველიც იყოს. ორივე შვილს ძალიან დაეხმარა. ეკიმო მკურნალობას როდის დავიწყებთ? ჯერ დედა უკვლევებს შეგიტარებთ. ამის მერე რაც შეიძლება მალე. ახლა ძალიან დაგაღალეთ. ცოტა დაისვენეთ. მერე შეგიძლიათ სახვიდეთ. თქვენ წამომყევით, უკვე მზად იქნება დეტალური დასკვნა. გამოჯამრთელებას გისურვებთ. მადლობა. ოჩახ ძმაო, ოჩახ. ბედი გიღიმის. შვიდობიანი იყოს. ღმერთს მაქნას. თუ შეიძლება გარეთ გადით, ავად უმყოფს დასვენება სჭირდება. მე წავალ. მანქანის მოვიყვან, საავადმყოფოს გარეთ გავაჭერებ. ბალიში კარგ სიმაღლეზეა. დიახ. მადლობა ღმერთს. ჯერ გაირკვეს, რომ ყალბია ყველა სასამართლოში გიჩივლებთ. ქალბატონო, ახლა უსამართლოდ გვექცევით. რა თქმა უნდა, ლიცენზიას წაგართმევთ. დახურავენ თქვენ საავადმყოფოს. ისმენ? დნმ-ის ტესტის შედეგის მიხედვით ბავშვი მამაჩემისაა. მართლა? ქაღალდი, რომელიც სუდეს ხელთ აქვს, მან დასეწერია, მაგრამ სავარაუდოდ ბავშვი ქენანისგანაა. სუდემ დიდი თამაში დაიწყო, შედეგი ნამდვილად გაყალბებულია. გასაგებია. მე არ მჯერა ამ ქალის. სხვისი შვილი უნდა მამაჩემს მიაწეროს, ასე თუ ისე ორივე. შემთხვევაში დიდი პრობლემა გვაქვს. შენ მგონი არ გცელია? დაგირეკავთ. თუ შეიძლება. კარგი, მე ფირმაში წადი, კარგი? მე მამაჩემს ტელეფონით ვეტყვი და გავთიშავ ტელეფონს. შენ მიხედე მაგას, მე ვერ მივხედავ. სულ მირეკავს, ვერ პასუხობ. კარგი. რადგან უკვე მოსული ხარ, ვიფიქრე ჩემთან დარჩენილ რამდენიმე ნივთსაც წაიღებდი.
კბილის ჯაგრისი, საპარსი, სპორტული მაიკა და შარვალი. ადამიანი ერთი დღით რომ მიდის, უფრო მეტ რამეს იღებს. აქ რომ არ დარჩებოდი, თავიდანვე ნათელი იყო. რთული პერიოდი გაქვს ვიცი. მამა შენის გამო ჩემზე ხარ გაბრაზებული. არა. მამა ჩემთან დაკავშირებით ჩემ ბრალი არაფერში მიგიწვეს. მე შენზე რომ ვერ შემიყვარე, ამის გამო ვარ გაბრაზებული. შენ მამა ხარ ადვოკატი. მე ისედაც არ ვარ მათ შორის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა სამსახურით გარისკე. მამა ჩემს დაეხმარა, მაგრამ თავს შენს მევალე და არ ვთვლი. იგივე მე შენი ოჯახისთვის გამიკეთებია. თემა შევცვალოთ. გარდაცვლილ ცოლს რომ გლოვობს, იმ შეყვარებულ კაცს, მინდოდა მეც ასე ვყვარებოდი. ვოცნებობდი, იქნებ იმედი მქონოდა. მაგრამ ეს რომ შეუძლებელია უკვე ვიცი. ზუხვარ. ამის მერე შენ უბრალოდ ადვოკატი ხარ. მეც ჟურნალისტი. ერთმანეთისგან იმ სხვერპლს ნუ დაველოდებით, რომელსაც ვერ შევწირავთ. აბადე. გთხოვ, ნუ მთხოვ. გისმენ ბატონო სელიმ. ბურჯუ, დღეს სასტრაფო შეხვედრა არ მაქვს. ოფისში არ მოვალ. კარგი ბატონო სელიმ. ოღონ ბანკში შეგიძლიათ დარეკოთ. რა ხდება? იამანმა ის ფულადი ჩეკი გაანახდა. ინფორმაცია მოგვაწოდეს, რადგანაც დროზე ადრე მოხდა. გაანახდა? დიახ ბატონო. გასაგებია. გისმენ, იამან, ღმერთ მადლობა, ბავშვი შენი ძმისგან არ არის. მართლა? გეფიცები. ცოტა ხნის წინ დეიდას ვესაუბრე. ხმაზე ძალიან შეწუხებული მომეჩვენა. ნორმალურია. ბაბუასთან ერთად რა ამბების გადაიტანეს ბოლო პერიოდში ხომ გესმის? აი ასე იყო. ისე თითქოს მარათონი გაირბინა, აი ასე. სიმწირისგან ასე სუნთქავდა, მაგრამ ძმაო, ჩვენ უკვე მშვიდად უნდა ვიყოთ, კარგი? კრიზისმა იოლად ჩაიარა. სახლში ხარ, სელიმე ჩემზე იკითხა? არა, ჩვენ ახლა წამოვიდით უნივერსიტეტიდან და უნდა ვისადილოთ. კარგი ძმაო, სახლში შევხვდებით. მირასთანა? ალო, იამან. იამან. გათიშა. გაჩერდი, ფეხები უნდა გავიწმინდოთ. გაჩერდი, მეც ნუ გაივლი. მოდი აბა. არას მარაკნა. მაღაზიაში ძმა ნახა, მასთან მივიდა. ანუ თქვენმა საუბარმა კარგად ჩაიარა. კარგი ბიჭია. ძმაზეც ბევრს ფიქრობს. ყველა ძალიან კარგია. მოაგვარებენ ერთმანეთში ამ პრობლემას. ვერთ მაქნას. ამ დროს იმ თემაზე. საფარი. მიდიხარ. გიშვებენ შენ აქედან. მე უნდა წავიდე. მოიცადე. ჩვენც მივდივართ. საფარის ალთიკონებთან დავტოვებთ, აქ არ გამოდის. ამას რატომ აძლევ ახლა დატოვე? არა ბატონო, არ გამოვა. ესეც მიეჩვიო სამის მერე უჩემობას. ბერენ ასე რატომ იქცევი? არაფერსაც არ ვაკეთებ, აიღე ახლა მისი ყველაფერი.
შენ არ მოდიხარ? არა, არ მოვდივარ. საყვარელო, თავს კარგად მიხედე. ნუ აზვიათებ, თითქოს ვეღარასდროს ვეღარ ნახავ. ყოველთვის მსხვერპლად მე გამოვდივარ. სულ მე მიწევს დათმობა. თუ იცი ეს. მე რა არ მინდა რომ დარჩეს. რა თქმა უნდა მინდა, მაგრამ არ გამოდის. ყოველ დღე სახლში ამის გამო კატათა გვივით უნდა ვიცხოვროთ. აი ნახე, ძაღლი რომელიც არასდროს ყებს, ყეფა დაიწყო. კარგი შვილო, კარგი. მიდი ამის ნივთები მანქანაში დავდოთ. კიდევ აქვს რაღაცაები. კიდევ დარჩა რამე. დნმ-ის ტესტის შედეგი დადგინდა. ერთმა დამირეკა და მითხრა რომ ბავშვი ჩემი ძმისგან არაა. გაჩერდი. ესეც ჩავდოთ. ჩვენ მზად ვართ. Anne. დედა, Hadi size King sağlıkçı dedit. ჩვენ გირაიდან საქმე გვაქვს. რა საქმე გაქვთ? მანქანები უნდა ვნახოთ. მალე ხომ სიარულს დავიწყებ. ოტიბრებული უნდა ვიყო. იმპულს ნუ დახარჯავ კენან. ეუბნები რამე საქმე წამოვიწყოთ. არა საყვარელო, თუ კი იმ გოგოს ეს ფული გამოართვის, საერთოდ ნუ დახარჯავ. კარგი, უბრალოდ ვნახავთ. კარგი საყვარელო, ჩვენ რატომ გვიშვებ? ერთად წავიდეთ. კარგი ნევი, ნუ ღელო. ჩვენ მალე დავბრუნდებით. მე გვერდით ვარ. ნუ ღელო. ისედაც მანქანას სიმამს დაუბრუნებ. რატომ ჯიუტობ სიხარულო ასე თუ? მარტო უნდა ნახოთ. იქნებ რამე გარყვნილობა გვინდა ჩავიდინოთ. ნუ ათქმევინებ ადამიანს. უზრდელო. კარგი ამბავი გავიგეთ. იქნებ უნდა აღვნიშნოთ. მე ზუსტად ამის მეშინია ასეთ მდგომარეობაში. დაამცხრევ და ვარდები სადმე დარჩები თავზე ახალ შარს აიკიდებ. დედა, მიდი დედა, მიდი. ერთი რაღაცა ვთქვი, პასუხად განუწყვეტილ რამეს რატომ ამბობ? მიდი ძმაო. სად მივდივართ? სასწრაფოდ ალტიგოებთან წასვლა მჭირდება. სუდეს ნახვა მინდა. დღეს ალტიგოები არ ვიცი მე. რაღაც საქმეში ნუ ჩამრევ. ძმაო, მისმინე არაფერს არ ჩავიდენ. უნდა წავიდეთ. ბატონი ოქონია შეგნით. რა მოხდა? მანქანა მირას აუყანე? რა გითხრა მანქანა რომ ნახა? იამან. ვერ ვიჯერებ, ძალიან მიყვარხარ. ან რაღაც მსგავსი უთხრა ალბათ, არ ვიცი, მე არ მიმიყვანია. რა? ზუსტად მეც ასეთი რეაქცია მქონდა. ჯერ კიდევ ღარიბი ასე ამოვნებს თავის შეყვარებულს და მანქანას ჩუქნის. ნეტავ ფული ძმისგან უკან დაიბრუნა. წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ეს უკვე მეტის მეტია. ჯოჯოხეთად მიქცია სამყარო. იდიოტია. სულ წინ მეღობება. სულ. ერთი წუთი დამშვიდე. თქვენ გითხარით, ეგენი რამდენჯერაც ჩორდებიან, მით უფრო ახლოვდებიან. ამას საზღვრები არ აქვს. ერთ დღეს უცებ გამოგვეცხადებიან და გვეტყვიან დავქორწინდითო. ზუსტად ასე იქნება. თქვენ დიდი მადლობა. კარგი დამშვიდე. მე უკვე მოთმინება აღარ შემიძლია. ეს ჩემთვის მირას დაბრუნებაზე მეტი გახდა. უკვე ობიექტად მეკცა. ის იდიოტი უკან მოუხედავ ჯოჯოხეთში უნდა წავიდეს. მირას სახესაც ვერასდროს ნახავს. მეტი არაფერი მინდა. სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება. ამა შეხედე. რამე უნდა გავაკეთოთ. პერენს როდის უნდა უთხრა ბავშვის შესახებ? შენი აზრით ასეთ მდგომარეობაში შეძლებს ახალი დაძმის ყოლის გადატანას? ქალბატონმა სუდემ შემდეგ კვირას თვითონ უთხრას. მაინც ეს ყინება როცა გაიგებს რომ შენ იცოდი. ნუ წუხტები ბერენ ისევ მოვა. ვერ ვიტან ამ სახლს.
მოდი საყვარელო ჩვენთან ავიდეთ. სანამ შენი დამოვა, მანამდე რამეს ვიზამთ. მალე მოვლენ. ვისაც ყავაზე უნდა? ვუმკითხავებ. არ მინდა. მოდი, ნუ იჯდები სახლში მარტო. არა, მადლობა, არ მინდა. მე ერთმა გაგაერთიანოთ, წავიდე ბოლოს. უჟმურია, გეფიცები უჟმურია. მიდი. რა მოხდა ვირებო შერიგდით? დილა ადრიანეთ რომ წნევა ამიწიათ. ბოდიში დეიდა. ვერ ვიტანեմ სახლს. ამ ორი სახლიდან ერთ-ერთია. ეს. რომელი ბინა? შენობები ერთმანეთია მიბმული. ისეთი არაფერი მithkoms ბებელო. მიბმულია თქო უბრალოდ. გაუმარეობის გასამძაფრებელი არაფერია. ვილებიდან ასანთის კოლოფში. მე ეგეთი არაფერი მithkoms ბებელო. რას ამბობ? ღმერთმა რაც გაქვს ის არ მოგაკლოს და თუ მოგაკლო უარესისგან დაგიფაროს. კარგი რამ ერთ. ისევ ზედმეც ლაპარაკობ. აკეთ. კარგი, მოვდივარ. სიურპრიზი. მოხვედით. რა მაგარია მოხვედით. მომნატრები ხართ. სიხარულო, ჩემო სიხარულო, მე ძალიან მომენატრე. კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება. შევიდეთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს კოშმარში. საშინელება არა? არა, რასა მობძალიანაც კარგი სახლია. ზუსტადაც. ყველათ ნუიღლებით საშინელება. ღმერთო, ნუ სულელობ შვენიერი სახლია. აიღესენ და ლარნაკში ჩადებ. რომელ ერთში? ახლა ერთ პლასმასის ბოთლს გავჭრი და მან ჩავდებ. შეხედე რა. რაღაცას გეტყვი. ზედამეზობლები ძალიან უსერწყულო ხალხია. უკითხავთ მოდია. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, საიდან გამოჩნდით? ლულ, შემოდით. რა კარგია. შეიძლება კიდევ მოგვიწიოს ამანქანის გაყიდვა. მამასაც თავისი მანქანა გაუყიდია. ფული ასაჭიროება. მანქანა შენია, რაც გინდა ის გააკეთე. მართლა ვერ ვიჯერებ რომ მსგავსი რაღაც გააკეთე. ბერენს კი უხეშად ვუპასუხე, მაგრამ ერთ სიმღერაში ამდენი ფული როგორ გადაგიხადეს? მხოლოდ ერთ სიმღერაში. პრინცესა, ჩემს სიმღერას წერილი ერთ კომენტს ძალიან ამცირებ. არა, არ ვამცირებ. არ ვიცი, ალბათ რეკლამაში გამოიყენებენ. მოკლედ რაც მოხდა, ჩაი არა უკვე. რაც ერთი სიმღერა არაა, ზაფხულის გაგრძელება მოყვება. ბატონ მასიმა, შენი აზრით გაიგო სიტუაციის შესახებ? ქალბატონმა სუდემ რა არქნა, კლანჭებით მაინც შეეჭიდა ამ ქორწინებას. მერთმა დაწყებლოს. დაწყევლილი იყოს ის დღე, როცა იმ ქალთან ერთად ვიყავი. ამ თამაშის გამო ძალა გამომელია. თვითონაც ჩემ ცხოვრებაში შემოვიდა. ახლა იგივე მახის დაგება მე დამიწყო, მაგრამ არ გამოვა. წუხვარ. ჩემგან ერთ ლირასაც ვერ მიიღებს. ხელშეკრულებაში მოყვანილი პირობები ძალიან ნათელია. ქალბატონ სტუდენტს უკვე ზეპირად ეცოდინება. საერთო შვილის სკოლის დროს კიდევ ერთი პუნქტია. ამ დეტალს არ გადაახტება. ის ბავშვი ჩემგან არ არის, თანაც ჩემგან დნმ-ის ნიმუშებიც არ აუღია. ამას აღიარებს, ვიცი? კარგი, თუ კი სიმართლეა, ის მერტივით და სედეფივით ძლიერ პოზიციაზე გადადის. არავით არ შემთხვევაში, ეს ხელშეკრულება ჩემს დასაცავად კეთდება. უეჭველი რაიმე გამოსავალი უნდა არსებობდეს. შენ რატომ ხარ ჩუმაცელი? ეს საკითხი შენ შვილსაც ეხება. თქვი რამე. ქაღალდს, რომელიც სუდეს აქვს ხელთ, არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს. იურიდიული ძალა რომ მქონდეს, ტესტი თავიდან უნდა გაკეთდეს, ამისთვის კი ჯერ საქმე უნდა გაიხსნას. გავხსნათ. მაშინ ამისთვის სისხლის ან დნმ-ის ნიმუშის ჩაბარებაზე უნდა მისცეთ თანხმობა. თუ ბავშვი მართლა თქვენია, სასამართლოში ამის აღიარებისთვის მზად ხართ? დროთა განმავლობაში ბავშვი ისედაც იზრდება, ადრე თუ გვიან ამ ქვეყნად მოევლინება. რადგან ვარაუდი 100-დან 50%-ია ამ რისკზე წასასვლელად მზად ვარ.
მაშინ სასამართლოში როგორც ბავშვის მამის გადასახდელ კომპენსაციაზე შეთანხმებაზე ვიწყებ ფიქრს. არავითარ შემთხვევაში ის ქალი ჩემგან ვერაფერს ვერ მიიღებს ისე გაეთრება ჩემი ცხოვრებიდან და ვერაფერი ტესტი ამას ვერ შეცვლის. გისმენთ ვისთან ხართ? კალბატონ ლეილასთან. ერთი ძამით. გისმენთ? კალბატონ ლეილა, ერთი კაცი იძახის რომ მასალები მოგიტანეთ. დიახ, საქმის კურსში ვარ, შემოვიშვით. კარგი. ეგიძლიათ შემოხვიდეთ. მადლობა. მადლობა ძმაო. ალტინგოების ეზოში პირდაპირ შემოვაღწიეთ. მადლობა. შარში არ გამხვიოთ. მეყოფა. შენი მანქანა გარებთანაა. ორქუნი ჩიგნითაა. რას იზამ? ისეთ მდგომარეობაში არ ხარ, რომ გამარჯვება უთხრა რა? მე არ ვეჩვენები. თვითონ აღმოჩნდება ჩემსთან. დედებს სათხარ? კარგი, მოვალ ცოტა ხანში სახლში. სელინ, შეგიძლია დარბაზში დარეკო და უთხრა რომ შემოგვიანდება. ტანსაცმელს გამოვიცვლი და მაშინვე გავა. გამარჯობა, აილინ გამარჯობა. სუდე სახლში ხარ, შენთან შემოვივლი. სამწუხაროდ საყვარელ 5 წუთში გავდივარ. პილოტესზე ვაგვიანებ. ხო, კარგი, მაშინ იქ შევხვდებით. დღეს აუცილებლად უნდა გნახო. ხო, მშვიდობა არ ხდება. დღეს ძალიან კარგი ამბავი გავიგე, გისურვებ რომ შვიდობიანი და წარმატებული იყოს. რა მალე გავცალდა. გილისთან ვიყავი და უნებლიად გავიგე, ძალიან გამიხარდა სუდე. ჩვენც ძალიან აღვთოვანებულები ვართ. მე რამდენი თვეზე ხარ? კარგი საყვარელ მეცისა და დარბაზში მოვდივარ. იქ ვისაუბრებთ. კარგი საყვარელ ცოტა ხანში გამოვდივარ. ძალიან საყვარელი სახლია. კი, კარგია, ნათელი და უბრალო. გთხოვთ შეეშვით ამ სახლზე საუბარ სახლია. უბრალოდ. უკანა ოთახები შემიძლია ვნახო? რომელი ოთახები? გამარჯობა. გამარჯობა. ბერენი აქა? ერთი წუთი. ბერენ. შენ ხარ? ალი ჭურჭელი დაგვიწყებია. გამარჯობა. გამარჯობა. დეიდემ გამოგიგზავნა. Uzay, ამის აღება შეგიძლია? ბავშვებო, გაგვიმასპინძლენ. მოიწყენ ზემო და მოდი მეთქი უნდა მეთქვა, მაგრამ მეგობრები მოგივიდნენ. Arkadaşların gelmiş. კი. ჩვენ მოვალთ თუ მოვიწყანთ. აქ უფრო მხიარულებაა. მოდით, მართლა, მოდით. გამარჯობა, მე მერტი მქვია. ასიბი. გამარჯობა. ჩვენც ალტიგოებიდან ვართ. სასიამოვნოა. მე ძალიან მოხარული ვარ. ალი ქალბატონის სურეს დიშვილია. მე ხომ გიყვებოდით გოგოებო, ძალიან მაგრად რომ მკითხავს. მოდი ვუთხრა და ჩვენს გვიმკითხავს. არ ვიცი, ვკითხავთ უგნებავთ. ალი, მოდი. ეც მინდა. ბიჭები არ მოვიდნენ. კარგი, თქვენ რომ გეცლებათ, ჩვენ ცოტა ხნით შემოვირბენთ.
Evet yani bakarız. დიახ. Neyse. ანუ ნახავთ. Hadi görüşürüz. თუ შევხვდებით. Bye. კარგად. კარგად. შეხვედრამდე. კარგად. ეს რა არის ახალი დამშვიდობება? შენიც გოგო მოგწონს? მოგწონს. მიდი ადი რა. მოვედით. ითხოვე და რაღაც ეგეთები არ გვინდა, კარგით? კარგად ვართ. კარგი რა საყვარელო ორი წუთით ვიმკითხავთ და მოვალთ. მოდუნდი. ჰალერეგას. უეჭველი მან დაარეკინა. ალო? ჩემი კონსპექტები შენთან დარჩა? Yo. არა, არავითარი კონსპექტი არ მაქვს. ბავშვებო დახურულ აუზე გავიდეთ? Evet ya. კი, მოდი წავიდეთ. მანდ მართლა აუზი არის? Ev yıkılıyor bence kesin. ძალიან მხიარულებაა სახლში, აუცილებლად უნდა მოხვიდე. მოდი სანამ მოვკვდით ღიარულებით. ეთელი იყო თქვენი მობრძანება. ბავშვები მოვიდნენ, არაბადანო ჯერ არ მოსულან. მადლობა. დელი მაბირი გავს. ისმენ ძმაო. იამან სათხართ. თითქმის მოახლოვებულები ვართ, მალე სახლში ვიქნებით. ერთი შენთანაა? არა, მირასთან ერთად ვარ ძმაო. გასაგებია, კარგი სახლში ვარ მე. მოხდა რამე? არა, უბრალოდ თქვენი დავინტერესდი. კარგი სახლში რომ მოვალთ, ვისაუბრებთ. რა მოხდა? არაფერი სახლში მისულა და გამაგებინა. მე გავდივარ. კარგ ვარჯიშს გისურვებთ. სუდე. მიდის, როგორ გაგვიმართლა? ელიმები მგონი მე მელოდება. კარგი, შენ სელიმაბისთან მიდი, მე კი საფარს ჩავსო. ნივთებს მე მიხედავ, შენ გადმოდი. გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა. დედა სავარჯიშო წავიდა არა? დიახ, ქალბატონო. კარგი. ზემოთ რამდენიმე ნივთი მაქვს, მაგას ავიღებ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა საფარი. კეთილი იყოს შენი მოსვლა საყვარელო. მხედავ სულ მთლად გარეკე. სანამ დაწყებულს არ დაამთავრებ, მანამდე არ დამშვიდები? მიდი აიღე იარაღი. ნახე, მეგობარიც გაუშვი. მომკლავ? სუდი არაფერს არ დაგიშავებ, გეფიცები. ისმინე. მე იმ დღეს ძალიან გავბრაზდი. მივხვდი რომ მეთამაშებოდი. საკმარისია. შენი არც ერთი სიტყვის გაგონება არ მინდა. სანამ პოლიცია არ გამოვიძახე. გაეთრი ახედან. გეფიცები ამჯერად არავის თრემლს ყურადღებას არ მივაქცევ. ციხეში გიკრავ თავს. უცლით ბავშვს რომ ატარებ, ვიცი რომ ჩემია. დღეს მეც საავადმყოფოში ვიყავი. სედებ გაიას ყვირილი, უნებლიეთ გავიგონე. მერტი დიდია. შეიძლება უნდა რომ გამეგონა. მაშინ ბავშვის მამა რომ ასემია, გაიგონებდი მაგასაც ალბათ. ამაში ბატონ ასიმს ვერც მე და ვერც შენ დაარწმუნებ. მე შენ წინასწარ გითხარი. უცლით ჩემ შულს ატარებს სუდი, მე ამაში დარწმუნებული ვარ.
Abi. ნო Hoş geldin Yaman. გამარჯობა შვილო როგორ ხარ Ya aslında იმართლე გითხრა კარგად რაღაც გავაკეთე რაც გაგაბრაზებს იძულებული გავხდი უნდა გამეკეთებინა mutlaka. უეჯველია მან უეჯველი Mutlaka. რაღაცის გამო მოგიწია Biliyor musun? იცოდი შენ O değerli. ის ჩეკი რომ გაანახდე რომელიც განათლების მისაღებად იყო განკუთვნილი Banka güven. ბანკმა რა თქმა უნდა უსაფრთხოების მიზნით გამაგებინა Abi ben sana მე ვაპირებდი შენთვის თქმას Abi მაგრამ მირასთვის როგორმე უნდა დამებრუნებინა კენანისთვის მიცემული თანხა Bir şey არაფერს არ იტყვი Kızmayacak არ mısın? მიბრაზდები ძმაო Hayır. არა Senin için შენ სულს არ დავამშვიდებ geleceğine იმ ასაკში ხარ რომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება kendi შენს geleceğine მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება karar შენი საქმეა yaştasın. როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდი ვფიქრობ შედეგებიც დაგეგმილი ჰქონდა Sonuçta წინააღმდეგ შემთხვევაში düşünüyorum. გავბრაზდებოდი Çünkü herkes ძალიან kızdırır. გავბრაზდებოდი Çok kızdırır. ძალიან Abi sana söz სიტყვას veriyorum. გაძლევ რომ მაგისტრატურას დავამთავრებ გეფიცები Senin hayal იმედი რომ არ გაგიცრუო ყველაფერს გავაკეთებ Ne hayal? მე რა იმედი უნდა გამიცრუო Sen პირველ რიგში საკუთარ თავზე იფიქრე mesele. საქმე ფულში არა O sadece ის უბრალოდ ჩეკი კი არ იყო o senin ის შენი eğitim განათლების გასაგრძელებლად იყო sürecin გასაგრძელებლად იყო ეს ფული yani para მაგრამ ის შენი ფული იყო sen böyle kullanma. ესე რა Bunun da en ufak. შენ ასე გამოყენება გადაწყვეტე Ne için kullandığını sen karar verirsin. ამაზე მეტად ვერ დაგაკვალიანებ Ben sadece Mira için kullanmadım მე მარტო მირას გამო გამოვიყენე შენ Sen შენ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საიმედო ადამიანი ხარ sadece ერგული ხარ fedakarsın. თავს შეწირავ მაგრამ უკვე საკმარისია Sevgi- შეყვარებულის გამო საყვარელი ხალხის გამო შენ ცხოვრებაში Hayatına böyle ზიგზაგებს ნუ ხაზა Kendi შენს geleceğini მომავალზეც დაფიქრდი Önce sevdiğin საყვარელი sana ადამიანიც კი ვერ გენდობა hayatını böyle ოჯახის ortalığa შესაქმნელად ის saçan გოგო bir ვერ adam ენდობა nasıl მას hayal kursun? ვინც ასე ადვილად გადახაზავს თავის ცხოვრებას Haberi yok abi. არ იცის მამა Al işte. უხედავ Öyle. რომ გაიგებს კიდევ ერთი ახალი გამათი Öğrenmeyecek. ვერ გაიგებს Selim ben çıkıyorum. სელიმ მე გავდივარ Mira Hanım. ქალბატონო მირა ესენიც აიღეთ კონტეინერში რაღაცეები ჩავდე მაცივარში ბადრიჯნებიც იყო Da fırında ısıtır. ხოლჩით Beraber. გუმელში გააცხელებ და მიერთმევთ ბერენს უყვარს ძალიან საყვარელი ხარ გეფიცები მოგვენეტრა შენი საჭმელები ჩვენ კი თქვენ მოგვენეტრეთ İnşallah bir şey. ღმერთ მაქნას არაფერი დამავიწყდეს მეტი მოსვლა აღარ მინდა Eylül. ეილულმა და მირეკამ Herkes ყველა ჩვენთან შეიკრება Yeni კიდევ olmaz. შეუტიეს სახლს Ya Mert de oradaymış. მერთიც მანდა Herkes yeni ყველამ evlenme გაიგო უკვე randevusu. ახალი მისამართი ya ben de მეც მინდოდა მეკითხა რომ არ მოვიდე სელიმ აბი ცოტა შეწუხებულია Şarkının parasını რატომ çarçur. სიმღერის საფასურის ასე უაზრო დახარჯვისთვის არა ეგ რა შვეშია საფარი მოდი აქ Safari. საფარი Dur ben getiririm. გაჭერდი მოვიყვენ საფარი Aa iyice dengesiz. ცხოველს ტვინი მაგრა დაერია Ya. Safari. საფარი საფარი
ალბატონო სუდე. Kenan. მადლობა. შეგერგოთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. მცირედი წვლილი მიგვიწვეს. გთხოვთ, ნუ გადააჭარბებთ. მოდეშ გიხდით. ბატონო, Anne Kenan'ı versene. დედა კენანს მიეცი ტელეფონი. Abin yok. შენი ძმა შინ არაა. Nerede? სად არის? Hastaneden საავადმყოფოს მერე გირაისთან საქმე ქონდა. იქ წავიდნენ. მალე დაბრუნდებიან. Birazdan რა მოხდა? Ne oldu? Tamam yok. არაფერი, კარგი. იამან, Safari. საფარი. Ne oluyor? აქ რა ხდება? Annem დედა ჩემი სადაა? Çantası burada ama kendisi yok. ტელეფონი აქ არის, მაგრამ თვითონ არ ვიცი. nasıl yok? როგორ თუ არა? Safari. საფარი? იამან, შვიდად. Sakin. შვიდად. გააღე. რა ხდება? სად არის გალბატონი სუდე? ერთი წუთით რა ხდება? Nerede Sudan? Kenan. სად არის სუდე? Niye burada arıyorsunuz ki? აქ რატომ ეძებთ? Bana bak numaraya მისმინე, მე ნუ მეთამაშები. რას აკეთებთ? Arabasının yanında. მის მანქანასთან ბობლების კვალი დავინახე, რა უქენი? Bir şey yapmadım. არაფერი გამიგეთებია. Bana yalan. მე ნუ მატყუებ კენან. იამან, კარგი და მშვიდი. ისევ თავიდან იწყება. სუდე ნახე თუ არა? ნახე. ვისაუბრეთ. გაბანგი დაუგია რა? მე რომ წამოვედი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. Sağlıklıydı. Eğer o bebek ეგ ბავშვი შენგან რომ ყოფილიყო ერთ წამსაც არ დაველოდებოდი. მაშინვე მოვიშორებდი. ჩემ შვილს ახსასდელად ასეს მისცემდი არა? hiç ümitlenme. ტყუილად იმედი ნუ გაქვს, მამა არ გახდები. შენი მეორე შანსი ცოცხლად დარჩენაა. მაგას მიხედე შენ. მუცელში მყოფი ბავშვის მამა აშკარაა. ასიმი. ყველაზე მცირე ვადაში მოსამართლისგან ასაკრძალ დოკუმენტს ავიღებ. 1 მეტრზეც ვერ მომიახლოვდები. მისმინე ძმაო, სანამ შარში გაგვიყია თავი, მოდი წავიდეთ აქედან. Yalan söyle. იტყუება. Biz giderken ჯერ რომ მივდიოდით, ჯერ კიდევ ტელეფონზე საუბრობდა. Sonra biz işte Ayşe'yi მე და aldık ჩვენც buraya. აიშეს წამოსაყვანად აქ მოვედით. Daha yarım saat. ჯერ ნახევარი საათია რაც მოვიდა, მე ვარ მოწმე. Kimle konuştuğunu duymadın. არ გაგიგიათ ვისე საუბრებოდა? არა, Şimdi anlarız. ახლა გავიგებთ. Alo Mira. მირა, შეგიძლიათ დედა შენის ტელეფონი ნახო? En son kimin? ვისე ლაპარაკა ბოლოს? Tamam. კარგი. Hayır yani ვერ ხვდები შენ ჯერ კიდევ რატომ ხარ აქ? Sen niye? რატომ დასდევ მას? გეყოფა. Efendim. გისმენ? Tamam. კარგი. Anladım. გავიგე. რომელი საათი იყო? Tamam. კარგი დაგირეკა. Sağ ol. მადლობა. En son ბოლოს Asım'la ბატონ görüşürüz. ასიმს ესაუბრა.
გამარჯობა. Asım Bey merhaba. ასიმ, გამარჯობა. ოფისში ხართ? Hayır dışarı. არა, გარეთ ვარ, რა მოხდა? დღეს ქალბატონ სუდეს საერთოდ თუ ესაუბრეთ. Onun yüzünü მისი სახე ეშმაკმანახოს. yalanlarına რა ტყუილებს ახალი ტყუილი დაუმატა? ტყუებს ხომ არ ელოდება? ikiz mi bekliyormuş? ქალბატონი სუდეს სულ ბოლოს თქვენთან საუბრის მერე გაუჩინარდა. Ne demek kaybı? რას ნიშნავს გაუჩინარდა? მანქანას სახლის მიდამოებში მიტოვებული იპოვეს. Onunla konuştuğumu söylemek içimden geldi. მასთან საუბარზე თქმა გულიდან არ მოდიოდა. თორემ Sen mi aradın? შენ დაურეკე. Evet. კი, Testi უთხარი რომ ტესტს არ ვიღებ და სასამართლოში ვუჩივლებ. mahkemeye gideceğimi söyledim. ტესტს განონიერად გავიმეორებ და ჩემგან Yasal ვერაფერს ვერ მიიღებს. დავემუქრე. bir kuruş მანაც para ტელეფონი almadan გამითიშა. alacağını söyleyip მერე კი hakaret ettim. O da მერე telefonu suratıma kapattı. Sonra da ჯერ კიდევ პოლიციაში რატომ არ დარეკეთ ვერ ხვდები. ან ბატონი ასიმი, ან კენანი ტყუილს იძახიან. ანუ რაც შეიძლება მალე პოლიციის ამაში გარკვევა არაა საჭირო. მირამ, yalan söyle. ტყუილს არ ვიძახი. Yemin ederim. გარწმუნებ. Mira, მირამ, annen altı დედა შენ burada. სახლის მიდამოები არ მიუტოვებია. O saatteki იმ bütün დროს çıkışları ყოველი incelendi. შემოსასვლელი გამსვლელი შეამოწმეს. მათ შორის ერთი უცხოც არ არის. Misafir araçlarında სტუმრების მანქანასაც ამოწმებენ, მაგრამ საერთოდ ჯერ არაფერია. şüpheli bir durum yok henüz. Sonuç olarak anneme როგორც შედეგი დედაჩემს რამე რომ მოსულა და თქვენთვის ხელსაყრელი იქნებოდა, ეგ მითხარით? მირა ძვირფასო ვიცი დედა შენზე ღელავ, მაგრამ გთხოვასენ ულაპარაკობ. Annenle aramızda დედა შენთან ვომობთ. და როგორც მას ვუთხარი, kendisine de ამ ომს söylediğim gibi ბოლოს მე სასამართლოში მოვიგებ. bu savaşı ben Sasamırtloş. sonunda mahkemede kazanacağım. სუდეს არ არის არ ვიცი, თუ გსურს კიდევ ერთხელ შემიძლია დავიფიცო. გეფიცებით კენანიც ირწმუნება. მეტი ვინ ამბობს სიმართლეს პოლიციამ გადაწყვეტას. კენან თუ რამე პატარა დეტალი დაგჭირს სათქმელი გეფიცები ამჯერად თავს ძალიან დიდ ჩარში გაყოთ. ყველა შემი და დანაშაულება გინდათ. ალდიგონების ერთადერთი მტერი მე ვარ არა? ამდენ ფულს როგორ შეულობს ისე რომ ვიღაცას ფეხსი არ აბიჯებს. ადამიანების ტალახში ამოსვრას დავიდაანები. ბოლოს შენ ცდილობდი იმ ქალის დახჭობას. იამან, მიდით და მისი ქმარი შეამოწმით. მას უფრო აქვს პრობლემები სუდესთან. ისი გარყოფილა. გეყოფა თუ ღმერთი გიყვარს. მისი მოწმეობით რას მოიგებ? ადამიანი თვითონ წავა და ესროლის ქალს. მილიონი ადამიანი ყავს. თვალის დაუხამხამებლად რაც უნდა იმას გააკეთებს. ნუ ხელავა. იამან ძვირფასო გეყოფათ, ყველა ძალიან აღელვებულია, მეტი ნუ აწყენინებთ ერთმანეთს, ვილოცოთ რომ სუდე ცოცხალი და უნებელი გამოჩნდეს. მერთ მაქნას მასე იყოს. მერთ მაქნას. გამიშვით, ჩემდას უნდა დაველაპარაკო. დამშვიდი საყვარელო. ბერენ საყვარელო ბოდიში არ ვიცოდი რომ არ იცოდი. გამიშვით დას დაველაპარაკები. Anne sen git. ბერენ. დედა ნუ ერევი. და. ჩემი და სადა. ღმერთმა დაგწყელოს. დედა ჩემს რა უქენი? შენი ნამოქმედარი არა? მე არაფერი მიქნია. აი ნახე, ძმა რომელსაც იცავდი თავისი გასაკეთებელი გააკეთა. ძვირფასო ბერენ, ნეტა მომკვდარიყავი, ნეტა შენ მართლა მომკვდარიყავი. ბერენ? გამიშვი. და დედას ორსულობა სიმართლეა? ეს სიმართლეა? Evet öyle. კი, Biliyor zannediyorum. მეგონა იცოდი. Anne. დედა, Tamam. კარგი აილინდეი და პრობლემა არაა. Madem sen თუ კი შენ იცოდი, მე რატომ არ მითხარი? თქვენ ყველა მიცოდით არა? Hadi siz geçin. მოდი შევიდეთ. ძვირფასო ელო, მიდი ბერენი მერტთან ერთად ჩვენთან მიიყვანე. istemiyorum bırakın artık. არ მინდა გამიშვით. მე აქ დარჩები, დედა ჩემი იპოვეთ.
გთხოვთ, დედა ჩემი იპოვეთ. Seninle bilgisi შენთან არავითარი კავშირი არ აქვს. Kesinlikle var. უეჭველი არის. მერთმა ქნას. delirtecek misin? ჩემი გაგიჟება გინდა? შემოდეთ. მიდი. დამეხმარეთ. 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 გთხოვთ, დამეხმარეთ. Peki dünden gelip... ვიღაცა შეეძლო შემოღწეულიყო ეზოში და დარჩენილიყო. Anlamış bir durumdur. არაღამით ავტომობილები არ ყოფილა. პირველ ედგართან შემოწმეთ. ვინმე თუ გაიტაცა სავარაუდოდ ცენტრალური გასასვლელიდან არ გავიდოდა. მაქედან რესტორნებისკენ, მარკეტებისკენ ქვეყნის მანქანადადეს. აქამდე უფლების მიცემის გარეშე არც ერთი ავტომობილი არ შემოსულა. კოლეგები ყველა შემოსულ ავტომობილს ამოწმობენ. ხო, მაგრამ სავარაუდოდ გამსვლელებს არა. ვინმე მანქანის უკანა მხარეს რომ ჩაკეტონ, ვერავინ ვერ დაინახავს. ღმერთმა დაიფაროს. ჩემი აზრით ძებნა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. შეკრიბეთ ალტინგოებზე ყველა ინფორმაცია, გააზიარონ ინფორმაცია ყველა იმ ფირმაზე, რომლებთანაც თანამშრომლობენ. კარგი. Ya belki bir... იქნებ განსაკუთრებული მდგომარეობის გამო სადმე გული აერია, გული წავიდა. ორსულობამ ხომ იცის ასეთი რამეები. Birlikte oldu böyle şeyler. Her yer arandı. ყველგან ეძებენ შვილო, რომ ყოფილიყო გამოჩნდებოდა. Şimdiye kadar. Peki sen... შემომხედე. Sen შენ დღეს ქალბატონ სუდესთან იყავი, რატომ იხვედი მასთან? Açıkçası სიმართლე რომ გითხრათ, ქალბატონი სუდე მირას მანქანის გაყიდვის გამო ღელავდა. თქვა რომ მისთვის მეყიდა მანქანა, მაგრამ იანმან მაიყიდა. ამის თქმულად მივედი. ამის თანხა თქვენ მიეცით ალბათ. ne alakası? არა, ჩვენთან რა კავშირია? კი ამანმა თავისი სიმღერა გაყიდა და ფულიც მაქედან იშოვა. şarkısını სიმღერა გაყიდა? Evet. ხო. მე შევარწმენა. მანაც დამარტყა. ასე პირისპირ. დამშვიდდი. არაფერი მომხდარა. ერთმანეთის ნუგეშს თავი დავანებოთ. ამ ბოლო დროს იმდენი რაღაც გადავიტანეთ, რომ მეტი აღარაფერს აქვს აზრი. Hiçbirinin bir anlamı kalmadı. Doğru değil. არ არის ეგრე. Doğru değil. ესე არ არის. ბერენმა ყველაფერთან ერთად ორსულობაზეც გაიგო, დიდი შოკი გადაიტანა ბავშვმა. მისმინე სულ რაღაც 2 დღე იყავი, მხოლოდ 2 დღე რეები მომხდარა. Allah beterinden korusun. ღმერთმა უარესისგან დაგვიფაროს. ბუნებრივია თქვენ პოლიციას აცნობთ და გარემო ასევე აირია. არა ოფიციალურად არ განგვიცხადებია. სელიმ ანაცნობ კომისიას ამცნო ყველანაირი ხმაურის გარეშე. მაშინ სახში მოვალ თუ გაყმფელებაში არ ხართ. არა, მაგრამ ცუდი წინა გრძნობა არ მაქვს. გადაცებულად არ მეჩვენება. ანუ 15 წუთში ვინ სად იტაცებს? თან ისეთი ადგილიდან, როგორიც ალტიკონია. ამ ბოლო დროს ბევრია, ვისაც მისი მეხჭობა უნდა. არ გამგვირებია. არც ქენანინ და არც მამა ჩემი არაფერს გააკეთებდნენ. ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ? დარწმუნებული არ ვარ, უბრალოდ ვგრძნობ. ამის ქვეშ სხვა რამე იმალება მგონი. Başka bir şey çıkacak bence. ნახოთ. კარგი, მალე შევხვდებით. კარგი. ბერენი ახლა ჩვენ სახლშია, მირაც გვერდით ასახლში. კარგი, ჩვენ 5 წუთში მთავარ შესასვლელთან ვიქნებით. ამ ყველაფრის მერე ბერენი და მირა არ მოინდომებენ სავარაუდო დედის მარტო დადობებას. ალტიკონში ისევ დაბრუნდებიან? რა დროს ეგ არის? ალბათონი სუდი ცოცხალი და უნებელი დაბრუნდება. თავარი ესაა, მარჯვნივ. მადლობა სუზი. თუ გნებავთ ცოტა გარეთ გაზონებზე გაისაინეთ ფეხშიშველმა. სტრესს მოიხსნით. სუდეკაიაზე ძალიან განსაკუთრებული, შოკირებული ამბები. სუდეკაიას პირადზე ყველაფერს დეზინის პირდაპირ ეთერში მოისმენთ. ხვალ დილის 11 საათზე მშვენიერი საუბარი გველოდება. გთხოვთ, არ გამოტოვოთ. გისმენსადებ. დენის, სუდეს ბოლოს როდის ელაპარაკე?
შუა დღეს რა მოხდა? Yok bir şey. არაფერი, უბრალოდ დავინდა რესტი. Tamam merak ettim. Sen izini sürdüm. Kuyruklu yıldızım. İçimdeki tek mevsim. Kaybettiğim baharım. Ben kaderin tozuyum. Alo. Alo, Evet. დიახ, მე ვარ. Ben kızıyım. შვილი ვარ. ვინა? რა? სად? რომელ საავადმყოფოში? İyi ama. მაგრამ კარგად არის არა? კარგადაა? სუდე კაი ესადაა. 206 პალატაში. ხოლო ჩვილებს შეუძლიათ შემოვიდნენ. მე ჩვილი ვარ. რა მოხდა? როგორ ხარ? კარგად ხარ? დედა როგორ ხარ? დედა ძალიან შემეშინდა. ნუ გეშინია შვილო. აქ ვარ. კარგად ვარ. დედება უფლს. Kazan ავარიაში მოხდი? კარგი დედა, ნუ ტირი. bebek. ბავშვი, Kardeşiniz son თქვენი nefes და aldı. ძმა სრულიად ჯამთელია. დედა თქვენიც კარგადაა. Sude, სუდე, biri ვინმე მრამე გიქნა? სელიმ, buradayız. აქ ვართ, ყველანი აქ ვართ. რა მოხდა დედა? ტყეში გიპოვეს. Orman yolunda bulmuşlar seni. არ მახსოვს. რა მოხდა? არ მახსოვს. ღმერთო, დიდება შენ. Her şey yolunda dedi. ყველაფერი რიგზია ბაბუა. სუდე ჯამთელადაა, ბავშვი ჯამთელადაა. შენთვის თვითონ მინდა და მომეყოლა. Annemi değil. ნიშნულოვანი არაა, დედიკო. შენ თუ ბედნიერი ხარ, მეც ბედნიერი ვარ. ორივე ძალიან ვღელავდით შენზე. ძალიან შეგვეშინდა. İyiyim. Çok iyi. კარგად ვარ. Bize ძალიან კარგად ვარ. ზიანი ვერ მოგვაყენეს. Maalesef. Efendim, ისმენ, Babacığım gel. მამიკა, მოდი ჩვენ გარეთ დაველოდოთ. კარგადაა. iyi o da iyi. ისიც orayı. კარგადაა. Ya ne bileyim ისიც canım, კარგადაა. მე რა ვიცი ბავშვი მდგომარეობა. İyi işte. კარგადაა. Tamam. კარგი. Ben seni sonra arayacağım. მე შენ მერე Ne დაგირეკავ. yaptınız, eve geçtiniz mi? ვერ ეკენით. მიხვედით? კარგი. Nasıl როგორ olduğunu მოხდა არ ვიცი. bilmiyorum. ბოლოს რაც მახსოვს, ასიმს ვესაუბრებოდი ტელეფონით. Aslında telefonda როცა გავთი შემანქანის ორივე კარები ერთად გაიღო. Zamanda arabanın შიგნით ორი კაცი შემოვარდა. İki დაყვირება tane მინდოდა, adam მაგრამ ერთმა პირზე ხელი დამაფარა. istedim ama biri ağzımı kapattı eliyle. დახე დაინახე. Bildin mi? ვერანი ხბები ეკეთეთ. Herhalde arabanın ალბათ მანქანასთან ტელეფონის გათიშვას ელოდებოდნენ, თორემ Yoksa ასიმს ხმა რომ ვერ გაიგო შეუძლებელია. შესაძლებელია გაიგო კიდეც. დარწმუნებული არ ვარ. მამა ჩემ არაფერიც არ იცის. გატაცებულია. kimmiş peki? ვინა, გარკვეულია უკვე? არ უნახია. ხომ ასეა. Biri başı ერთმა წინ დახარა ჩემი თავი, მეორემ კისერზე მომიჭერა. ტიროდი, მაგრამ ვერ მოვიშორე. çırpındım ama kurtulamadım. ვინ არიან გაგვაგებინეთ? დღისით, მზისით როგორ შემოდიან იოლად ალტიკონებთან? ვერ ხვდები. Bulacağız bir tane. ნუ ღელა ვიპოვით, ჩემო ერთადერთო ვიპოვით. მერე მოდი გარეთ გავიდეთ. ვერ ვიხსენებ შუაში რა მოხდა. იქ ეთყობა გონება დავკარგე.
ალბათ როგორ მეგონება დამაკარგვინეს. Bir şekilde beni bayılttılar herhalde. ყისკენ მიმავალ გზაზე გავახილე თვალე. Onun kenarına gözlerimi açtım. მოდი ჰაერის ჩასასუნთქად გავიდეთ. მამა Biri beni ერთს ჩემი მოკლო მოუნდა. bebeğimi ben ბავშვის წართმე მოუნდა და ჩემთვის, მაგრამ ვერ წამართვეს. ვერაფერი დაგვიშავეს. ჩვენ ერთად ძალიან ძლიერები ვართ. ჩემს შვილს ვერავინ ვერაფერს დაუშავებს. Sude, სუდე, hadi sen dinlen. კარგია თუ დაისვენებ ცოტას. Bu nasıl bir iş? რანაირი საქმეა ეს? Nasıl bir oyun როგორ თამაში აღმოჩდით ჩვენ? დამშვიდდი მამიკო. Beni suçluyor. მომხედავ, მე მადანაჩაულებს. Konuşuyor. Koskoca altın koyda დღის სიძმლის 12 ყბიანმა კაცმა როგორ გაიტაცა ვერ ხვდები ადამიანი? შენი აზრით არ იყო ესე? Ha? Ya sence de öyle değil mi? ასე არ გონია? სახლში ცალკე დაცვა, კარებთან ცალკე დაცვა, სიგნალიზაციები, კამერები, მართლა ძალიან დიდი პროექტია. Kameralar. დიდი ღონისძიება. Ya gerçekten çok büyük proje yani olay. Yapmışlar işte. გაუკეთებიათ მე ერთ როგორმე. Ya tamam tamam. კარგი, გასაგებია, მაგრამ Ama yani ninja ნინძაც რომ იყოს, ასე უჩინარად ადამიანს ვერ მოიტაცებდა. Ya gerçekten. მართლა ვერ ხვდები. Gerçekten. ძალიან მაინტერესებს როგორ gaakეთეს, Nasıl ძალიან. yaptıklarını çok merak ediyorum ya. Sırf მარტო იმისთვის უნდა მოვძებნო, რომ ვკითხო ეს როგორ gaakეთეს. Bakalım. ნახოთ. Elimizde სუდეს ჩვენების გარდა არაფერი გვაქვს. o da bir şey. ეგეც არაფერი არ არის. Boşluklarla dolu. გაურკვეველია ძალიან. არავითარი ჯაჭვი არ აქვს. olsun. რაც არის არის. Hepsi ispat edilen. სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება სუდეს ჩვენება საფუძვლოდ ჩაითვლება. Aksini ispat საპირისპიროს დამტკიცება რომ არავის უნდა. Polis haber. პოლიციაში არავის განცხადებია. olmak istemiyor kimse. გასაჩივრებაც არავის უნდა. ძალიან საინტერესოა, ძალიან. Şikayetçi არ გაუსაჩივრებია, რადგან ბაბუა შენის ნამოქმედარი senin გონია. yaptırdığına inanıyor. Hadi canım. კარგი რა. Evet. კი. Ya belli. თან აშკარად განქორწინების დროს Boşanma sürecinde კოზდირივით გამოიყენებს. kullanacak. და Şikayetçi ემუქრება რომ უჩივლებს. tehdit edecek. Hayır, bir dakika. ერთი წუთი ბაბუამ Cezam ბაბუამ yaptırmadı ki niye korksun? ხომ არ ჩაიდინეს? რატომ უნდა ეშინოდეს? Olabilir mi? შეეძლო რომ Hayır, გაეკეთებინა რა? Yok artık ya. არა, Hayır. შეუძლებელია, კარგი რა. Henüz hiçbir ჯერ არაფერი ვიცით. Sen de შენც რაღაცებს ნუ იგონებ. vazgeç artık. Allah'ım. ნეტავ ბაბუა ჩემი არ იყოს რა. ნეტავ. ხოლოდ ბავშვის მდგომარეობის გასაკონტროლებლად დატოვეს. Ya yoksa Sudan'a სუდე კარგადაა. tabii yorgun. მართალია ძალიან დაღლილია. ისვენებს. იამან მისვინე. გარწმუნებ მე ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ მაქვს. დამიჯერე თუ არ დაიჯერებ, არ მანაყვლებს მართლა, მაგრამ გარწმუნებ რომ სუდეს შეგნებულად და ჩემი სურვილით არ დავაზიანებდე. არ გამიგეთებია მე. Tamam ki. კარგი ქენან გავიგეთ. Sen yine beni haber. შეგიდევ გამაგებინე ვითარების შესახებ, მაინტერესებს. Etme abi. ნუ ინტერესდები ძმაო, ნუ ინტერესდები. კერტელი დაუსვია ურთიერთობას. ეს საქმე აქ უკვე დიდი ხანია დამთავრებულია. გამოაძვრე უკვე შენი თავი ალტიკოების ქუჩებიდან. შენს გამოკეთებას მიხედე. მიმოიხედე გარშემო. ექიმსაც უთქვამს რომ იმედი არსებობს. Ya benim asıl umudum ჩემი მთავარი იმედი მანდაა ძმაო, სუდეს მიცოლში. შეიძლება გაგიჟდი. ეს რანაირი ჩაციკლება. Oğlum o çocuk ძმაო, ეს ბავშვი 1500% ჩემი ბავშვია. sen ya. გენა ნავმყოფი ხარ, შენ ავად ხარ. მერც გაფიცებ, მიდი იმ კურნალე და ყველას დავიდაანები, კარგი? ბერენისა და ახალ მეზობელთან ერთად კაფეში. არ გეწყინეს, უნდა წავიდეთ. არა უშავს. Bana bak bir şeye ihtiyacım მის მინე რამე თუ მოგინდება, მაშინვე მე დამირეკავ. Merak etme. აუცილებლად. შეხვედრამდე. შენი მეგობარი ბიჭი მაშინვე გაიქცა. ხოლ გამოცდა აქვს და იმიტომ. Sen Demet'i aradın mı? შენ დემეტეს დაურეკე. არი ხელოს. Demet'in yarışı. დემეტისთვის რატომ უნდა დაერეკა? Kız arkadaşım. მეგობარ გოგოს ანუ. Demet დემეტი ჩემი მეგობარი გოგოა. მე შეყვარებული არ მყავს. Aman bana ne canım? კარგი სიხარულო. Ben bir Yamanlara bakayım.
მე იამანი უნდა ვნახო. შეხვედრამდე. შეხვედრამდე ძმაო, შეხვედრამდე. Yarın canlı yayına ხვალ პირდაპირ ეთერში ვერ გავა. იქნებ ვინმე შეატყობინოს. საერთოდ არ მაინტერესებს მართლა. მადლობა. ეს ხომ დალიას თორემ დილამდე ვერ დაიძინებს. Çok stres yaptı değil mi? დიდი სტრესი გადაიტანა რა. Test sonuçları. ტესტის შედეგებმაც ნერვები აუშალა. შენ ყველაფრის შესახებ მაშინვე ინფორმაცია როგორ გაქვს? Sudan mı? ალბათ სუდე მითხრა. Bak neler. ნახე რითი ვარ დაკავებულიო და ტესტის პასუხები მიჩვენა. ძალიან ნერვიულობდა, ნაწყენი იყო რომ არ დაუჯერეთ. Kırgındı da. ალბათ ტესტიც გაიგეთა. Testi de burada yaptırmış herhalde. ოჩახსუდე. თავიდანვე გაყალბებული ტესტის შედეგები მთელ მსოფლიოში გაავრცელა, რა დაუჯერებელია. სასამართლოდან პასუხი რომ მოგვივა, ჩვენც იგივეს ვიზამთ. Gerçekten inanmıyor musun? მართლა? არ თხოვდებით? Yani mahkemeye სასამართლოში რომ მიდიხართ, ამდენად დარწმუნებულები ხართ? სუდეზე ვსაუბრობთ, 100%-ით არც ერთი მისი სიტყვის არ მჯერა. მესმის. ბევრი რამ გადაიტანეთ, დარწმუნება რომ გინდათ ბუნებრივია. Acaba bebek ალბათ დნმ-ის ნიმუშები ჯერ კიდევ ადგილზეა. Sudan. ალბათონი სუდი ახლა ძალიან დაუცველ მდგომარეობაშია. Yani bundan მისგან ხეირის მიღება რამდენად სწორია არ ვიცი, მაგრამ ეს მდგომარეობა თქვენ სასარგებლოდ შეგიძლიათ შეატრიალოთ. სასამართლოში განცხადებაც არ მოგიწევთ. ბატონი ასიმიც აქაა. Korkacak bir şey. რაშიში არაფერია, ყველაფერი ნორმაშია. წნევა ოდნავ მაღალია. გამოჯანმრთელებას გისურვებთ. მამა სანამ საავადმყოფოში ვართ, ბარემ ტესტი არ გავიმეოროთ. ისე რომ სუდემ არ გაიგოს. სულ ცოტა ჩვენ დარწმუნებული ვიქნებით. რა სიტყვი? იქნება შემოგვარდეს ეს პრობლემაც. თუ ბავშვი ქენანისაა, სასამართლოსაც მოვიგებთ. თუ შენ აღმოჩნდები, მამა ყოველგვარი ხმაურის გარეშე გადავწყვეტეთ. Çay isteyen. ჩაი? ben მე getireyim. მოვიდენ. Ben არა, ჰაერსაც ჩავისუნთქო. Ben de burada. მეც აქვე ვიქნები. გაიღვიძე. ვერანაირად ვერ ვიცინებ.
რამე ტკივილები გააქვს? Kalçam. ბარძაყები კისერი, ყველაფერი მტკივა. Bebek yüzünden. ბარძაყები კისერი, ყველაფერი მტკივა. ბავშვის გამოტკივილ გამოყუჩებელს არ მაძლევენ. როგორ ხართ ქალბატონო სუდე? რამე ხომ არ გჭირდებათ? Çok boşum. თაუბრում ახლა ძალიან. Ay. Midem bulandı. გული მერევა. მოიცადე დედა. Tamam öğlenmen Kargi. kalma tansiyonu düşmüştür bir dakika. კარგი დედა. Çıkaracağım. ასე სწრაფად ნუდგები ეთყობა წნევა დაგივარდე ერთი წუთი. გონი ახლა მომაღებინებს. კარგი. მე მივხედავ. მირა გადი. Nasıl daha iyi mi? როგორია? ტკივილები აქვს ცოტა გული არევა. Bu yaşadıkları. გადადანილი შემდეგ ნორმალურია. თითქოს უნებელია. უბრალოდ გაუშვას, არც ერთ ადგილზე იარა ან რამე კვალი არ აქვს. Hiçbir yerinde yara beresi yok. Olmasın da zaten o კარგი და მხოლოდ გამოახტია. მერთმაკნას გამოიკვლევენ ვინ იყო. ღმერთმა ქნას. Sen yedin mi? Hava sen de biraz. ვემოჩადი და შენ ჩაის უნდა ჰაერი. არა მადლობა. Orada abinin... ამავდროულად შენი ძმის დაზღვევისთვის 3000 lira გამოვიდანე. Yani. Yıllık işte. ერთლიანია ისედაც. ერთხელაც გამოვიდეს. İçin rahat edeceksin. გამოვიდა ისედაც. თუ ასე გულზე მოგეშვება, შენ იცი. სიმღერისთვის გადახდელი ფული არა? Bundan sonra. უკვე კარგი რაღაცები ჩვენთან ეცხდება. Vallahi bir şarkı. გებიძები ერთი სიმღერით მან განაიყიდა ძმის დაზღვევა დაფარა. თელი ზაფხული მისი დაჯერება მოგიწევს. კიდევ გილოცავ. ერთი სიმღერით მწვერვალს მიაღწია. Eyvallah. მადლობა. კარგად არის. დიახ, შეგიძლიათ შეხვიდეთ. Tamam teyzem. კარგი დეიდა, კარგი. კი, Evet კი, კი, კარგადაა. Tamam hadi artık. კარგი, sen მიდი gel. შენ დაწექი. Birazdan gel. ჩვენ ცოტა ხანში მოვალთ, კარგი? Aynen. კი, კი. Burada her აქ şey ყველაფერი yolunda. რიგზეა. Belki maç. სრული უსაფრთხოება. Tamam. კარგი, Hadi iyi geceler. გამშვიდობის. Sizin de თქვენი დარჩენა საჭირო აღარაა, თუ გინდათ სახლში დაბრუნდეთ. Bilmem. არ ვიცი, ავდგებით ალბათ ცოტა ხანში. Belki bir şeyler. იქნებ რამე დაგჭირდეთქო. 1-1. ერთით-ერთი. პრეა, Nasıl yani? რატომ? Önce sen beni. ჯერ შენ görüyorsun, მდგენდი. sonra ben seni. მერე მე შენ. İnşallah skor იმედი böyle ანგარიში kalır. ასეთი Fazla დარჩება. samimiyete gerek yok. ზედმეტი გულწრფელობა არაა საჭირო. უკვე ძალიან გვიანია, რადგან ჩვენ უკვე Yoluna girdik. შევუხვიეთ კარგი მეგობრობის გზაზე. ნუ თუ, Bence sana მგონი öyle. შენ გეჩვენება ასე. Sen ne yapıyorsun ya? რა საკეთებ, სუდეს გინდა რომ გადაუღო? Sana ne მე მიგეკითხება საქმეს მიხედე. რას გულისხმობ? Hayırdır? შარს ეძებ? Sana ne oluyor? რა გჭირს ძმაო? შეგვეშვი, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. Hastane ნუ burası. დამაწყებინებთ თქვენი საქმეები და რაღაცა. სამონყოფოა ეს. ჩამოდი. პრობლემას ეძებ? რა პრობლემას ვეძებ? უფრო თქვენ ეძებთ პრობლემას. სირცხვილია, იცით ეს? Burası senin yönet. ეს სამონყოფო შენი ხელმძღვანელობის ქვეშ რომ არის, იმიტომ არ მივეცი სედებს ინციდენტის მოწყობის უფლება. Ancak მაგრამ ჩემი ნებართვის გარეშე ტესტი რომ გამიკეთეს, ძალიან სამწუხარო და ძალიან სასირცხვილოა. Haberim yoktu. საერთოდ არ ვიცოდი, მეც ძალიან მწუხარ. ამ შეცდომას გამოვასწორებთ. ეს ტესტი მხოლოდ ჩვენ შორის დარჩება. არავის ეცოდინება. ქალბატონი სუდეს ჩათვლით. ყველაფერს მივხედავ, ნუ რაფერზე ნუღელავთ. Hemşire hanım. მე დამობძანდით. Lütfen Asım Bey'den bir... თხოვთ ბატონ ასიმ სისხლი აუღეთ. სანამ აქ არ რამდენიმე ტესტი მინდა გავუკეთო. რა თქმა უნდა, ეკიმო.
გამოჯანმრთელებას გისურვებთ. მადლობა. შედეგს სულ მცირე დროში გავიგებთ, არა? დიახ, სულ რაღაც ერთ დღეში. მე ავიღებ ამას. მიიღეთ. ხვალ შუა დღეზე შედეგი მზად იქნება. მადლობას გიხსენ. მადლობა. ჩემო სიცოცხლე და კიდე დასთან ერთად სახლში წადით. ისეთი არაფერი მოხდება, რომ თქვენს ლოდინს საჭიროებდეს. ექიმმა კარგად არის თქვა. ბერენიც მეტი არ შეწუხდეს აქ. კარგი, როგორც გინდათ. სადაცაა გამიხარდება, რომ ჩემს თავს ესენი გადამხდა. დილით შევხვდებით. მადლობა, რომ აქ ხარ. კიდევ ერთხელ გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ქალბატონო სუდე. ბერენ? რა მოხდა? ნუ მეკითხები. ესე დაიჭირეთ? რა მოხდა? მინდა აკეთე ეს. რატომ? არაფერი სერიოზული არ მოხდა, რა გარეთ პაპარაცებს ვეჭუბე. კაცმა მუშტით ჩემს ძმას დაარტყა. პაპარაც დედის პალატის გადაღება უნდოდა. არას მამაკ დროს დაიჭირა. ვერ გადაიღო. მერცო. მეძებენ. უბანში შევხვდებით. გიჟები არიან ესენი. მიდი, გადაუღე. არ გადაგვიღოთ, გთხოვთ. შენს შვილებს არ დავოძახ. დედა. სხვაზე მიყრდნობით ცხოვრობ. საკუთარი პირით იძახდი, რომ მე თევზის დაჭერით კი არა, ჭამით ვიღებ სიამოვნებასო. არაობასავით ცხოვრობ. ცხენია შენი. იმიტომ რომ ცხენერად არ შეგიძლია შენ. ვერავის აყარებ თავს. ისეც როგორიც ხარ. ვერ შეაყარებ რადგან ხალხს, რომ აიძულო მუცლით ბავშვს უნდა ატარებდე. გორნალობის ბოლოს შეიძლება შვილი საერთოდ ვერ გიყოლოთ. მირა შენ გაჭირდი საფარი კარგი
მირა, Yalan söyledi. მოგვეტყვა. ის არ მოუტაცებიათ. მოგვეტყვა. ასე რატომ ამბობ? Biz onu ჩემი აზრით, როცა ვეძებდით, ის გვითვალთვალებდა. მაშინ საფარი რატომ არ მოწყდა აქაურობას? Çantası burada kendi yok. ჩანთა აქა. თვითონ არა. Neden და böyle bir რატომ şey მოიქცე ასე? არ ვიცი. ჯერ კენას, მერე ბატონ ასიმს, რომ ესაუბრა პანიკაში ჩაარდა. ერთმანეთი რომ დაადანაშაულონ, ასეთი თამაში ითამაშა. ხომ იცოდა რომ გამოვლინდებოდა ორივეს მოწმეყავს. საკმარისია რომ ვინმე დაეჭვდეს, ყველას შეეცოდება და დაკითხვას არ მოუწყობენ. ასეც მოხდა. გუშინ საღამოს ნახე. Yani მე ეჭვება ასე თავისიდები დაწვა სამონტყოფოში. ლოგიკურად არ ჩანს. mantıklı gelmiyor bana. İyi de hastanelik კი, მაგრამ საავადმყოფოში დასაწოლი მდგომარეობა არ ქონდა. არც ერთ ადგილზე არც იარის, არც ცემის კვალი, არაფერი არ ქონდა იამან. Kuşlar peki o da mı? ტყეში იპოვეს, ესეც ტყუილია. bilmiyorum. ეგ არ ვიცი. Günaydın. ილომშვიდობის. Günaydın. დილამშვიდობის. Nereye böyle kaçırdın? საიტაზე ჭუმჭუმად. Yo. არა, რომ გეძინათ. დილა ადრიანად ქუსლების ხმით რომ არ შემეწოხებინეთ, რადგანაც მინდოდა დაგესვენეთ. ყავამზადა. ერთ ჭიქას მეცდავლა. დენიზე რა სიტყვა? პირდაპირ ოჯახის პირადი ჟურნალისტია. თვალსა და ხელშუა სტუდესთან პირდაპირ ეთერზე შეთანხმდა. Sude ile canlı yayın planları yapmış. და როგორ უნდა შემეშალა ხელისედებ? ძალიან ნათლად თქვა რომ ამის მერ ჩვენთვის უბრალოდ ჟურნალისტია. Yok canım. არა სიხარულო, დენის კი არა, დენისმა უნდა შეუშალოს სტუდეს ხელი. Engel olmaya. სუდესთვის ხელი შეშლა ისედაც წადა. Yoksa შენც sen de მამა bu ჩემზე konuda ეჭვობ? şüpheleniyorsun. Bu konuda pek როგორ გითხრა, ამ ხრივ სუფთა წარსული არ აქვს. Kenan'ın başına gelen კენანს თავს რა გადახდა იცი? და შენც ძალიან მშვიდად ხარ. Sen de çok rahatsın. Efendim? ბატონო, Yani ilk პირველივე andan წუთიდან თითქოს იცოდი რომ სუდეს არაფერი მოუვიდოდა. sanki. თითქოს დარწმუნებული იყავი. Selim. სელიმ, neyin რაზე böyle მიმითითებ, saçma ღიად saçma მითხარე. böyle oyunlarla ასეთი uğraşma. თამაშებით ნუ დამაგავებ. Hiçbir şey ima etmiyor. არაფერზეც არ მიგითითებ, უბრალოდ Hamilelik oldu. მისმა ორსულობამ ყველა შეაწუხა. ბატონი ასიმისთვის ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის? Daha önce აქამდეც ხომ გაიგე მის კიდევ ერთ გალიშვილზე. böyle davranmamıştım. ასე არ მოგზეულხარ აღიარე. იქნებ მაშინ ოჯახი ასე ძალიან არ მაღელვებდა. არ შეიძლება? Artık ახლა კი მან აღლებს. ეს ქალი რაც მოვიდა, sınırıyla galip ინტრიგები ჩახლარდა და უნდა რომ ყველა ამაში ჩაგვითრიოს. bir oyuna mahkum etsin istemiyorum. მე არ მინდა. ძალიან გაბრაზებული ხარ. ამ სიბრაზის მიზეზი რა არის? Sanki bir şey გონი რაღაცას მალავ. ანუ მე გავაკეთებინე? dalga geçiyorum. ეხუმრები. არა, შენ სერიოზულად დამადანაშაულე. Beni ciddi suçladın yani. ნუ სულელობ, შენი გაკეთებული რომ არ არის რა თქმა უნდა ვიცი. Çünkü ben yaptım. რადგანაც მე გავაკეთებინე. დიახ, Doğru duydun. სწრაფად გაიგეთ. სუდე კაია, მე გავატაცებინე.
რადგანაც ჩემთან ერთად პრეტენზია არ კონდეს მემკვიდრეობაზე. ხო, კარგი, მე წავედი. ეიდა, ეს რა გამომეწყვილება? დილა ადრიანად კლია ბიჭამე. ზედებ გაჩერდი ერთი წუთით. კი, სელიმ, რაღაცას მალა. Senden bir şey saklıyorum, tamam mı? დამშვიდი? Yani rahat ettin mi? გითხარი საბოლოოდ. Ne oldu? რა მოხდა? Hayır ya. არა, არ გააკეთებდი. Ay, saçmalama. ნუ სულელო. ეგრე არა, რა თქმა უნდა. Tabii ki. გუშინ ღამით მე და მამამ მამობის ტესტი გავიმეორეთ. Babalık testini tekrar yaptırdık. Nasıl yani? სუდესგან მალულად? Ya onun იმისგან არაფრით განსხვავდება, რაც ჩვენ გაგვიკეთა, მირა. Gizli babamdan örnek alıp მანაც test მამა yaptırdık. ჩემისგან ჩუმად Sadece onun yaptırdığı ნიშნები test აიღო. sağlamasına ტესტი გააკეთე ჩვენს, მისი გაკეთებული ტესტის შედეგები გადავამოწმეთ. სანამ ყველა საავადმყოფოში იყო, მამა ჩემს უნდოდა დარწმუნებული ყოფილიყო. მგონი ძალიან სწორი იყო. მირა. მირა, სად მიდიხარ? იამან, ნუ მოდი ხარ გთხოვ. konuşmam lazım. მას მარტო უნდა გავესაუბრო. Yani ანუ ბოლოს ქალბატონმა სუდემ საკუთარ თავს დაგვამსგავსა? Ya bunda bir şey yok. ამაში ისეთი რა არის? მეც ადრე ბაბუასგან ჩუმად მამობაზე ტესტი გავაკეთე. Bunda kafaya takacak bir şey yok. ამაზე ნუ ჩავიციკლებით. Ne zaman çıkacaksın? შედეგები როდის დადგინდება? birazdan alacağız. ცოტა ხანში მანდ ვიქნებით. Efendim. ბატონო, Sedef hazır mısın? დედებ ძალ ხარ? Evet კი, çıkıyorum. გამოვდივარ. Dananın kuyruğu. ყველაფერს კუდი დღეს მოზრება. Nereye? ზაით, Odadayım. ოთახში ვარ. Alo? გისმენთ? Alo, Yaman günaydın. იამან, დილამშვიდობის გაძინა? Ya იმის sizin თქმა მინდოდა რომ şöyle თქვენი konuşma მეშვეობით söyleyecek. ცნობილი გავხდე. Nasıl yani, ne oldu? ეგ როგორ? Vallahi bu gayet გეფიცები doğru. ძალიან იოლი ყოფილა. ორი მუშტი ერთი დარტყმა ფეხით და ინტერნეტში ხარ. უტვინო ისე ყვება თითქოს საამაყო იყოს. მართლა? რას წერენ? გეფიცები სუდე კაიას დაცვა გონი ვარ. Ulan bu ამდენი წელია ფეხბურთს დამოშობ და ასე უნდა გამოსულიყავი ჟურნალებში. dur şimdi. მოიცადე ახლა ვიგავხსნინებ ნახავ. Ya kusura გოდიში რომ შენ სამ საქმეებში გაგრიეთ. Ya yok ya. რას ამბობ, მალამოსავით დამედო გულზე. Ulan bana ekmek mi ამით çıkar ya? პურის პულსაც ვიშოვი. შეხედე, ამათი პრობლემები ვერაფრით ვერ დამთავრდება. არას მოკედე. გათიშე. Ya hakikaten კარგი, უნდა წავიდე. diyorum da. ასე ხუმრობა აღარ შეიძლება. როგორ შეიერა ღამე? ყველაფერი კარგადაა? Şimdi კარგადაა. arayacağım seni. მე ახლა ვნახავ და განმოგირეკავ. კარგი, შეხვედრამდე. მიდი. ამ დილა ადრიანად ხალხს რატო მაწუხები, სადაც ყველამდე პრობლემებში არიან. Teyze tamam kapat. დეიდა, კარგი, გავთიშე. Şimdi. ესე იგი. Ne yapmış o ya? რას აკეთებს? რა შვები? ფსიქოპათი ხარ? რის ჩადენას აპირებდი ახლა ვერ მომიყვები. რას როშავ? Sudanıma sen yardım et. კალბატონ სუდე შენ დაეხმარე, ახლა ვერ მომიყევი რა გააკეთეთ. მესმის მთავარი კამერის გარდა არც ერთი კამერა არ დაფიქსირდება. სიტყვას გაძლევთ. ჩვენ ისედაც ავადმყოფების კომფორტს პატივს ვცემთ.
მაგრამ ქალბატონო დენის, ჩვენ ასეთ მასშტაბურ გადაღებას არ ველოდით. მაგრამ ეს პირდაპირ ეთერია, რისი გაკეთება შემიძლია, ტექნიკის შემცირება შეუძლებელია. ჩვენ თქვენთან შევთანხმდით, თანაც ფრაგმენტებს უკვე აჩვენებენ. გთხოვთ, არავითარი პრობლემა არ გაჩნდეს, ძალიან გთხოვთ. ისეთი მაკიაჟი მინდა, რომ არ ჩანდეს, ბუნებრივად გამოვიყურებოდა. ესეც სპექტაკლის ბოლო ფარდა არა? შეგიძლიათ ცოტა ხნით მარტო დაგტოვოთ. მე ჯერ კიდევ მაკვირვებ, მაგრამ ამჯერად მზად ვიყავი. Bu sefer hazırlıklıydım. ეს გადაღება მანამდე იყო შეთანხმებული. İptal edemezdim. Bu oyunu ამ oynamaya სპექტაკლის დადგმა როდის გადაწყვიტა? სასამართლოში ეს ტესტი განმეორდება. ყველა ნახავს, რამდენად მდაბი ომატყუარა ყოფილხარ. შეგარცხვენ. ხალხში ვეღარ გამოხვალ. გუშინდელმა გაერთიანებამ ცოტა ხანს გასტანა. benim için ჩემთვის რომ წუხდი ინანე. მიუხედავად ომისა, რაც გადავიტანე, ყველაფერზე დაკითხვას მიწყობ, ისე ვერ მიდან. პასუხი გამეცი დედა. როგორ შეათანხმა ეს გადაცება? რამდენი ხანი გეგმავდი? არაფერი დამიგეგმავს. მე ნუ მატყუებ დედა. მე შენ ყველაზე კარგად გიცნობ და გავიწყდა. unuttun mu? ჩვენი სული ერთნაირია. მე შენ არ გატყუებ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოვყევი. შენ არავინაც თავს არ დაგსმია. შენ ეს ყველაფერი თვითონ შეკაზმე. როცა ჩვენ აღელვებულები გეძებდით, შენ უყურებდი, როგორ ვითარდებოდა შენი შეკაზმული თამაში, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. Ama merak ალტიკონიდან როგორ გამოხვედი? etmeden nasıl çıktın? მინდა გეხმარა. Kim yardım etti? გთხოვ დამეხმარა. დღეს ამ ტესტის განმეორებაა საჭირო. ასიმა რომ დამიჯეროს პირობაა. გთხოვ, მე დამეხმარე. Manyak Psikopat ხარ? yardım falan etmedim. არავის დახმარები ვარ. Kaçırılma düzmece. არანაირი გადაცემის ინსცენირება. ორივემ დიდი თამაში ითამაშეთ. Böyle bir ასეთი გეგმა მარტო ტვინით ავადმყოფს თუ მოუაზრად. Sana söyledim. არა, მე შენ გითხარი, არავითარი გეგმა არ მქონია. Geçmiş olabilir. აქ ყოფნით რისი მოგება შემიძლია რომ? გგონია მინდა რომ ყველას თავი შევაცოდო? იქნება სია. belki de და ბატონი ასიმისთვის დადგმული მახის გაგრძელებაა ეს. არავითარი მახი არ არსებობს, მირენუ სულელობ. მე daha sen dün ნუ მეთამაშები დედა. onlara ver. ჯერ კიდევ გუშინ დილით ამ საავადმყოფოში ყველასგან ჩუმა დნმ-ის ტესტი შენ არ გააკეთე დედა? ახლა იგივე საავადმყოფოში დაუცველად რომ წევხარ? გინდა ეს დავიჯერო? იგივე მახი შენ რომ დაგიგეს, ამაში გინდა დამაჯერო? Nasıl yani? როგორ? ანუ ასიმაც ტესტი გაიგეთა? კარგი რა. Ya hadi კარგი რა სუდე. გთხოვ, lütfen. ჩემს ინტუიცია შეურაცხყოფას ნუ მიაყენე. მე შენ აღმზარდე. ეს ყველაფერი შენ დაგეგმე, როგორც ჩემს სახელში ვარ დარწმუნებული, ისე ვარ ამაშიც. Gibi eminim. ეს ყველაფერი ასე რომ ყოფილიყო შენ გინდოდა. ყველა მარიონეტივით თითზე ატრიალე. Hasım Bey de test yapmış. ბატონ ასიმის ტესტი რომ გაეკეთებინა შენ დაარწმუნე არა? Dur dur. იდი, Dün Kenan გუშინ კენანის სისხლის ჩასაბარებლად ამ საავადმყოფოში მოვიდა. როცა ბავშვზე გაგების შემდეგ შენთან მოვიდა. შენც მის ამ საავადმყოფოში კურნალობაზე გაიგე. gelmiş oldu. Kanları değiştir. სისხლის ყალიბები შეცვალეთ. Aslında ფოტოში ჩანს როგორ განიშნებს ის გოგო. ბატონ ასიმს ცნება მაუწია. მეც მედდას მის მდგომარეობაზე ვკითხებ. ეს ნახე ალბათ არ ვიცი. ყოველთვის ჩემი დადანაშაულების მიზეზს ეძებ. Bak yemin ederim გეყოფა უკვე. სასამართლოში გიჩივლებ. გაძგინდა ის მითხარი. მე შენი არ მჯერა. Aslında bebeğim. სინამდვილეში ბავშვის მამა კენანი არა? Kadına karşı. თუ იმ ქალთან დაკავშირებით კიდევ იმედი დაგრჩა, ეგეც გაგიქრეს. Hayır sonra ben üzüleceğime. არა, შემდეგში ჩემს შეწუხებას ახლა შენ რომ შეწუხდე მირჩევნია. გეყოფა, გეყოფა. Umut var tabii ya. გულში იმედი დამჭა, რა თქმა უნდა დამჭა, მუცლი ჩემს სულს ატარებს. ჩემს. შენ გინდა რომ მასე იყოს. ოღონდ ოცნებებში. ღმერთმა დაგიფაროს. ღმერთმა დაგიფაროს რომ ეგრე მოხდეს. სუდეკაიაშვილის მამა ვარო, მედალს დაიკრავ გულზე და მასე ივლი. თუ ბავშვს წაართმევ და აქ მოიყვან და აღზრდი. რითი აღზრდი?
თან ხალხისგან ფულს აიღებ. კიდევ ბავშვის ახსაზრდელად იმათხოვრებ? კიდევ ბავშვის მამა მე ვარო, უსირცხვილოდ. ეჭვი არ შეგებაროთ. ბავშვი თქვენია. ასე მისგან ჩუმად ტესტი გავიკეთე, რადგანაც არ დამიჯერებდა, მაგრამ შენ შენ ჩემი ქალიშვილი ხარ. ამას როგორ მეკითხები? როგორ მადანაშაულებ? სინამდვილეში მე არ გაპატიებ ამის გამო. შენ არ მაპატიებ? ბავშვი ქენანისგან რომ ყოფილიყო, მაშინ დიდი კატასტროფა მოხდებოდა. გაიაზრე. იმ ოჯახთან ასეთი კავშირი, ასეთი იძულება, თან ჩვენი ცხოვრება რომ დაგვიმახინჯა. იმ ადამიანთან. იამანსა და შენ შორის მისი ძმისშვილი რომ არ დგას, უნდა გიხაროდეს. კი. ქალბატონო სუნე. ძად ხართ? ძალიან ცოტა დარჩა. კი. მირა წარმატების სასურველად მოვიდა. მეგობრებო, ცოტა ჩქარავი მოქმედო, ძალიან ცოტა დარჩა. ყველა შემოვიდეს. პირდაპირ ეთერი, რომლის გადაღებასაც სტუდიაში ვაპირებდით, ახლა აქ. ასიმ შეკიპ კაიას რომ ეკუთვნის იმ საავადმყოფოში ვიღებთ. პირველ რიგში გამოჯამრთელებას გისურვებთ. ავარია მოხდა? ასე ვთქვათ. პატარა უსიამოვნება გადავიტანე. ახლა უკეთ ვარ. დღესაც. სიტყვა რომ მიცემული მქონდა, იმიტომ გამომდივარ ამ პირდაპირ ეთერში. თუ გნებავთ, მშვენიერი ამბით დავიწყოთ საუბარი. დიახ. აშკი და მე ბავშვს ველოდებით. მე ჩემი და ყველა მაყურებლის სახელით გილოცავთ. ძალიან ბედნიერი უნდა იყოთ. დიდი მადლობა. დიახ, ვერ აგიხწერთ, ისეთი ბედნიერი ვარ. ამ ქორწინებას დიდი პრობლემები გადაუტანია. ჭორის ობიექტიც გამხდარა, მაგრამ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. ეს ბედნიერი ქორწინება ბავშვით დაგვირგვინდება. ისედაც დიდი ხანია ძალიან გვინდოდა. ამ მიზეზით ასეთი ამბით მინდა რომ ამ ჭორებს წერტილი დავუსვა. გახმოვანებულია აჯაღანეთკომის მიერ.